თინათინისაგან ავთანდილის ხმობა. უნდა აღენიშნოს, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თავი და ამ თავში წარმოჩინდება ძალიან ბევრი საგულისხმო რამ. ერთი უნდა ითქვას, რომ პირველად ქართულ წერილობაში და ქართულ ლიტერატურაში სწორედ წინარეთხრობაში და ამ თავშიც ჩანს ქალი, განსაკუთრებით ამ თავში ქალი, მისი პიროვნული ბუნება და ხასიათი, რაც აქამდე ქართულ ლიტერატურაში არ შეხვედრია. როგორც აღნიშნული თავიდან ვიგებთ, ავთანდილი იხმო თავისთან თინათინს. ავთანდილი, ჩვენ როგორც ვიცით, დიდი ხანია შესწრებოდა თინათინს, მაგრამ ამ გრძნობას გულში იმვლოდა და ფარავდა, რადგანაც ჩვენ როგორც ვიცით, ბოლოდიდან ჭეშმარიტი მიჯნურია, ვინც მალავს თავის გრძნობას და არავის არ უშყანებს და ავთანდილი ვითარცა ჭეშმარიტი მოყოლე და მიჯნური არ ამხელს თავის გრძნობებს. თინათინის ხმობაზე ავთანდილმა ძალიან გაიხარა, მან საუკეთესო სამოსი ჩაიცვა და როგორც რუსთაველი ამბობს, ლაღი და უკადრი მიდიოდა არვისგან ცხენო და არავისგან დაფარული საქმე არ ჰქონდა. აქ უნდა ითქვას შემდეგი, რომ ამ თავებს უმეტესწილად თვითონ ავტორებობა, შემდგომი თავები კი, როგორც ვიცით, პერსონაჟთა ნათქვამს და პერსონაჟთა სიტყვებს გადმოგვცემენ. და ამდენად საინტერესოა ეს თავი, ვითარცა ობიექტური შეფასება გმირისა და აქაც ავთანდილი წარმოდგება როგორც ლაღი, ტურფა, მშვენიერი რაინდი. აქ ესეც უნდა ითქვას, რომ მოღმე ღმა იხმარება დღევანდელი და შუა საუკუნეების რაინდის მნიშვნელობით. ტექსტიდან ვიგებთ, რომ ავთანდილს თინათინი მოწყენილი და გუჯავიანი შეხვდა. ეს პასაჟი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ანალოგიური სიტუაცია ხდება, როდესაც ნესტანი თავისთან იხმობს ტარიელს. ტარიელსაც ნესტანი ხვდება გამწყრალი პირქუში უფრო მეტად, რასაკვირველია ვიდრე თინათინი, რადგანაც მას ამის მიზეზი აქვს. და სწორედ აქ ხედავს ავთანდილი პირველად თინათინს, რომელიც მანამდე პოემაში იყო ვარდი, სურნელი, მზე, მთვარე და უმშვენიერი არსება მოწყენით ყოფს. აი სწორედ აქ ჩანს უკვე იკვეთება თინათინის პიროვნება და მისი ხასიათის შტრიხები. თინათინი პირველი იწყებს საუბარს და თინათინი ეკითხება მისეს, იცის თუ არა რატომ დაიბარა და რატომ არის ასეთი მოწყენილი. ავთანდილის პასუხი ძალიან გულწრფელია და იგი როგორც ტექსტიდან ვიცით, ეუბნება თინათინს, რომ იმდენად ბედნიერია მისი ხილვით, რომ ფიქრიც კი არ შეუძლია, დატყვევებულია მისი სილამაზით და მშვენიერებით და მაშინ თინათინი გამომარტავს მას თავისი მოწყენის მიზეზს.
და შეახსენებს იმ ამბავს, როდესაც ნადირობის შემდეგ ავთანდილმა და როსტევანმა უცხო მოხმე ნახეს. როგორც ვიცით, დიდი დროა გასული იმ ამბიდან, მაგრამ თინათინი როგორც ჩანს ფიქრობს და არ ასვენებს ამ ამბავზე ამბის უცნობელობა და წუხილი აქვს ამის შესახებ. ის გრძნობს და მან ქვეცნობიერად იცის, რომ ეს არ არის ეშმაური საქმე, რომ ამ საქმის იკვლევა და ძიება მართებს. ამიტომაც ის მოუწოდებს მონახვას უცხო მოხმისას ავთანდილს, რადგანაც ერთადერთი ავთანდილი, ვინც მას ეყოლება უებრო მოყმედ, რომელსაც სწორი არ ყავს მის სამეფოში. რაც მთავარია, პირველად არის წარმოჩენილი, როდესაც ქალი უმხელს და ქალი სიყვარულს უხსნის, ასე ვთქვათ, მამაკაცი. ჩვენ როგორც ვიცით, ისტორიულად მსგავსი რამ მით უმეტეს სამეფო კარზე და საერთოდ საქართველოში ამ უძველესი პერიოდიდან ჩვენ მე-20 საუკუნის შუა წლებამდე მაინც ყოველ შემთხვევაში ძნელი წარმოსადგენია და წარმოუდგენელიც და მიუღებელიც ქალისაგან მამაკაცის მიმართ სიყვარულის გახსნა და გამხება. რუსთაველმა მოხსნა ეს ბარიერი, დაარღვია და მხატვრულ სინამდვილეში შესძლო ამის ჩვენება. და ჩვენ ვიცით, რომ თინათინმა მიუხედავად იმისა, რომ ავთანდილი საბუდაგულოდ მალავს თავის ტრფობას და სიყვარულს თინათინისადმი, შერმადინმაც კი არ იცის, როგორც ტექსტიდან შემდეგი ირკვევა ავთანდილის მიჯნურობის შესახებ. თინათინს უცთომელი ალღო აქვს და ეს არის ქალის ალღო, ქალური ალღო, რომელიც მხოლოდ ქალს აქვს და მხოლოდ მას შეუძლია ამოცნობა სიყვარულისა და ის, როგორც ჩანს, იმთავითვე ამჩნევდა დიდი ხნის სიყვარულს ავთანდილს და მის თვალს და გულს არ გამოყარვია ამირფარის გრძნობა. ამიტომაც მოუწოდებს და აქ ორ სამსახურს ავალებს, რომლის შესრულება ორ გზის მართებს ავთანდილს. პირველი, უპირველესითა, რომ ის არის ყმა, ის არის ქვეშევდომი და მას მართებს თინათინის დავალების. მომდენად ორ გზის არის შესასრულებელი ეს დავალება. ვითარცა მოყმის, ქვეშევდომის მსახურება და ვითარცა მიჯნურის მსახურება. ამავე დროს ტექსტიდან ისიც არის ირკვევა, რომ თინათინი და ავთანდილი დებენ მიჯნურობის ფიცს და თინათინი აღუთქვამს, რომ ის დაელოდება, რომ მიწიერი მზეც კი რომ გამოჩნდეს საქმროდ მისთვის არ მისთხოვდება, სიკვდილიც კი ურჩევნია ასეთ საქციელს და საშინელი ფიცით, ასე ვთქვათ, აუთქვავს ერთგულებას ავთანდილს და აქვეა ნათქვამი, რომ მას ურჩევნია სრულად მოსწყდეს სამოთხეს და ქვესკნოც იყოს დასანთქმარი. აქაც იხილება ქრისტიანული სამოთხე და ჯოჯოხეთი ქვესკნელი და თავგანწირვა
ამ სიტყვებით თავგანწირვა და ერთგულება ავთანდილის მიმართ. და პირდება თინათინი უუმანკო და ისეთივე მშვენიერი და წმინდა დახვდება ავთანდილის, როგორც ამ შეხვედრისას. ავთანდილისათვის ეს იყო თინათინისაგან სიცოცხლის ბოძება. ავთანდილი ასეთ სიტყვებს და ასეთ საქმეს არ ელოდებოდა ისე თინათინისაგან და თინათინმა ახალი სიცოცხლე აჩუქა. მზე გაუნათა, როგორც თვითონ ამბობს და პირველი რასაც ამბობს, რომ თინათინი არის ღვთისაგან მზედ გაჩენილი და აქ შესაქმის სურათი ვლინდება, რომ ვითარცა მზე და ყოველი ხილული ამ ქვეყანაზე, რაც არის შექმნილი ღვთისაგან, თინათინიც არის მზე, ის ღვთის ხატია, ღვთის მიზაზე წარმომადგენელია, ხელდასხმულია და მისი მზეობა ყველაფერს წვდება და სწორედ მზეს მორჩილებს დანარჩენი სხვა ყველა ნავთობი და შესაბამისად ამ წყალობით იგი ავსებს ავთანდილსაც. ამდენად პირველი რაც ავთანდილისაგან ასუხად ისმის, ის აუცილებლად შეასრულებს იმ თავითვე დავალებას და ამის შემდგომ მათი საუბარი, როგორც რუსთაველი აღნიშნავს, გაათვლიდა. რადგანაც ყოველგვარი საიდუმლო გაცხადდა, რაც თავად ვეფხისტყაოსანშიც არაერთის შეგვხვდება, მათ ისაუბრეს, იღიმებოდნენ, ილაღობეს და შემდგომ ავთანდილი ემშვიდობება თინათინს, მაგრამ გული თინათინთან რჩება. კარგად ჩანს ის სულიერი განცდა, საპირისპირო განცდები ოპოზიციური, რაც ავთანდილის გულში ხდება. უდიდესი სიხარული, აღტაცება, გაუგნება ამ სიხარულით გამოწვეული, რომელიც ნესტანისგან გაცხადებულმა სიტყვებმა და სიყვარულის ფიცმა მიანიჭა და ამ დროს უტკივნელი ისი განცდები სიყვარულის ამ ტანჯველი, რადგანაც ის შორდება თავის სატრფოს, თავის მიჯნურს და ამდენად მას ადამიანურად უჭირს და უძნელდება თინათინისაგან განშორება და ხშირად რუსთაველი აღნიშნავს, რომ ის უკან იხედებოდა და არ უნდოდა თვალის მოწყვეტა. მაგრამ აქ რუსთაველი გააცხადებს ავთანდილის ცხოვრების პრინციპს, ურყევ პრინციპს, ხავსმოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიწესადრე ამბობს. ავთანდილი და ამით გამოხატავს სრულ მსაობას თინათინის გულისათვის სიცოცხლის გაღებისთვის არის ის მზად. აქ რუსთაველი ასევე წარმოაჩენს შინ დაბრუნებული ავთანდილის სულიერ განცდებს, ფიქრებს, ტანჯვას, მღელვარებას, იმ ადამიანურ ბუნებას, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ასეთი ძლევამოსილი ფიზიკურად ძლიერი გმირი, ასეთი სათუთი განცდების პატრონი, ასეთი სათუთი ადამიანური გული აქვს, რომელიც ტირის, რომელიც იცრემლება, რომელიც ნაღულობს და დარდობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მისი გულის სინათლეს, რომ უებრო ვაჟკაცები ვეფხისტყაოსანში, რომლებიც ამბობენ, ქარავნებს, რომლებიც უამრავ მტერს უცავენ, შინაგანად რბილი და სათუთი გული აქვთ. მეორე დღეს
როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ტარიელი სასახლეში მივა და როსტევანთან გაგზავნის მაცნეს, რომ აცნობს თავისი გადაწყვეტილება. აქ ჩანს ეტიკეტი, რომ მას მიუხედავად იმისა, რომ ის არის არაბეთის სპასალარი, ის და ამავე დროს მეფის განაზარდი, ის იცავს ეტიკეტს, მას მართებს ამ ეტიკეტის დაცვა და მოციქულს დააბარებს როსტევანთან, რომ აპირებს რამდენიმე ხნით წასვლას, არაბთა საზღვრების გამაგრებას, ამავე დროს ერთგულთა გახარებას თინათინის გახელმწიფებით და ორგულთათვის შიშის ზარის დაცემას. მეფეს ძალიან გაუხარდა ავთანდილის გადაწყვეტილება, მადლობაც კი გამოთქვა, მაგრამ ისიც უთხრა, რომ ავთანდილს არ აკლდა ომში გამოცდა, მაგრამ უწონებდა ამ მკვლელობას და მხოლოდ და მხოლოდ იმას დარდობდა, რომ ავთანდილის გარეშე ის ვერ გაძლებდა. მხოლოდ ამის შემდეგ შედის ავთანდილი როსტევანთან და აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდება როსტევანის დამოკიდებულება მოგმის მიმართ, მამაშვიდური დამოკიდებულება, რასაც რუსთაველი არაერთ გზის უსვავს ხაზს და ამბობს, რომ მეფე ყელსამოვიგი და დაკოცნავითა შვილი, სხვა მათებრი არ ყოფილა, არ განცდელი, არ გასცდელი. და აქ რუსთაველი დასცენს, რომ როსტამ მისთვის აატირა გონიერი გული რბილი. აქ შემოდის ასეთი წყვილი ფრაზა გონიერი გული, რაც გახლავთ გულის სიბრძნე, გულისა და გუნების შეზავება, გულის სიბრძნით ქმედება, რაც იოანეს აბანისძესთან გავიხსენოთ, როცა ნათქვამია მომაყარით გულის ყურნი და გონებისა ყურნი. აი სწორედ ეს არის ოღონდ რუსთაველს აქვს ხატყურად ნათქვამი გონიერი გული, მაგრამ ამავე დროს დასცენს, რომ ეს გული არის ძალიან გრძნობიარე, ანუ რბილი. ამ პასაჟში სწორედ იგო აგრეთვე ისიც, რომ ავთანდილი ბრუნდება თავის ქალაქში, რომ ავთანდილს აქვს თავისი მკვიდრი მამული, რომ ის მოშორებით არის სასახლისაგან, ის მიუვალ ადგილას არის აგებული და რა თქმა უნდა დგას, რომ იგი კლდით არის გარშემოცული, ნაგები არ არის, უქვით კი როსყურდეო ამბობს, ბუნებრივად არის ის მიუვალი, რომ მას ყავს თავისი ქვეშევრდომები, დიდებულები, მსახურები, რომლებიც მას სიხარულით მიეგებებიან და მან 3 დღე გაყო და დაისვა სავაზიროდ, სათათბიროდ შერმადინი, რომელიც მისი უერთგულესი ადამიანია, მისი გაზრდილი, მასთან თანაშეზრდილი, რომელთანაც აღარაფრის დამალვა აღარ უწევს. და აქ ამცნობს შერმადინს, რასაც უმალავდა და რაც იყო მისი დიდი გულის ტკივილის მიზეზი, რომ მხოლოდ და მხოლოდ თავის მიჯნურობის ამბავს მალავდა შერმადინთან და მიზეზსაც უხსნის ავთანდილი, რომ სანამ მისი სიყვარული იყო ცალმხრივი, მხოლოდ მას უყვარდა ფარულად, მას არ შეეძლო თავისი გრძნობის სხვასთან გამშვალება და მხოლოდ მას შემდეგ ამცნო შერმადინს თავისი მიჯნურობის შესახებ, როდესაც თინათინისაგან მიიღო დასტური. და აქ იმეორებს ის თინათინის დავალებას, რომ მას მართებს უცხო მოქმის საძებნელად წასვლა, რადგანაც ის პირველ რიგში არის ყმა, ქვეშევრდომი მეფისა და ამავ დროს
ის არის მიჯნური და ორმაგად ავალდებულებს მას ეს მოვალეობანი ამ საქმის აღსრულებას. და აქვე სახელდება კიდევ ერთი თვისება ავთანდილისა, ხამს თუ კაცი არ შეუდგეს, ჭირს მიუღდეს მამაცურად, რომ ყოველგვარ ჭირს ადამიანი უნდა შეხვდეს სიძლიერით, მამაცივით და არ უნდა გაუტყდეს კარს მომდგარ უბედურებას. აქ ავთანდილი გარკვეულწილად სიტყვერ ანდერც მოყარებს შერმადინს, მხოლოდ მას ერთადერთს ავალებს, რომ უპატრონოს თავის სამფლობელოს და განუჩინებს იმ წესთა რიგს, როგორაც შერმადინს მართებდა თავისი მამულის მსახურება. კერძოდ, ლაშქარი და დიდებულები უნდა სულს უპატრონოს, შეეწიოს ღმერთთან და ხშირად მოიგონოს მისი თანაგაზრდილი. შერმადინს რასაკვირველია გაუკვირდა და არ ესიამოვნა ამების მოსმენა, დიდად იგლოვა, მაგრამ შესთავაზა ავთანდილს როგორც ერთგულმა ღმამ თან გაჰყოლოდა. აქ სწორად იკვეთება კვლავაც რუსთველური მიჯნურობისა და მიჯნურის კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ მიჯნური მხოლოდ და მხოლოდ მარტო უნდა ბოდეს ველად, მარტო უნდა გაიჭრას, რომ მიჯნური ამ გაჭრაში და გახელებაში ეს აღმოსავლური მოტივია, რომელიც ვეფხისტყაოსანში ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ველად გაჭრილი მიჯნური შინაგანად გამოიცდება, გამოიბრძნედება, თავის სიყვარულს გამოცდის, გააღრმავებს და აქვე ამბობს ავთანდილი ისევ და ისევ სახარებისეულ სიგრძნეს, რომ მარგარიტი არ ვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად. რაც იმას ნიშნავს, რომ ძვირფასი რამ მხოლოდ და მხოლოდ მუშაკობით მოიპოვება, რომ ბედნიერება ტანჯვის გზით მიიღწევა. მხოლოდ და მხოლოდ შეუდრებელობა, სულიერი მღვიძარება და მხედრული შემართება მოიპოვებს საოცნებო საწადელს და მისთვის სასურველს, ძვირფასს. ავთანდილი კიდევ ერთხელ გააცხადებს, რომ ცრუ და მოღალატე ადამიანი ლახვარით არის დასაჭრელი, ის აუცილებლად შეასრულებს თინათინის დავალებას და ემსახურება მას როგორც მა და როგორც მიჯნური, ღირსეულად. აქვე ავთანდილი გააცხადებს შემდეგ სიბრძნეს, რომ ფათერაკი, რაც ამ შემთხვევას ნიშნავს ამ სტროფში, ფათერაკი ერთნაირად კლავს, გინდა ერთი იყოს ადამიანი, გინდა ადამიანთა სიმრავლე. მაგრამ ავთანდილი ამბობს, რომ მას მარტოობა ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს, რამე თუ მას დაიცავს ღმერთი და ზეციური ძალები დაიცავენ. აქედან გამომდინარე, ავთანდილი ღვთის მოიმედე ადამიანია და ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ავთანდილი ამოწმებს და იმოწმებს ღმერთს და ღმერთის განგებას არის მინდობილი. ამ თავის დასასრულს ავთანდილი შერმადინს გადასცემს წერილს, რომლის მეშვეობითაც მისი ქალაქის კვიდრი გაემორჩილებიან მონა შერმადინს, მასთან გაზრდილს და მასთან თანაშეზრდილს ამავდროულად და კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ იგი 3 წლით მიდის და თუ არ დაბრუნდება, შერმადინმა გლოვა უნდა გამოაცხადოს.